ეს არის ჩემი მშვენიერი მანქანა. ზუსტად 6 წლის არის 20-20-ის გამოშვება. და ვიღაცა ამტკიცებს, რომ ასეთი მანქანები საშიშია, რომ ეხა 21 წელს რომ ასეთი მანქანა 27 წელს რომ ასეთი მანქანა იყიდო, საცობებს შექმნიდა ეკოლოგიას დააზიანებს, ხო და აი ვინც მიიჩნევს, რომ ეს ჩემი მშვენიერი მანქანა ეკოლოგიას დააზიანებს, ან ან უფერისტი. ხოლო საცობებს რაც ეხება, ცხადია, თუ ავგზავნებთ იაფიან მანქანებს, საერთოდ ნაკლები მანქანა იქნება და ჩრდილოეთ კორეაში სხვა არის საცობები. ამიტომ ბატონები ივლიან სარიელ გზებზე და მონები გადაჭდებიან ავტობუსში. აი ამას გვთავაზობს მთავრობა. ამიტომ მთავრობა უტიფრად გატყუებთ, რომ რაღაც ეკოლოგიაო ასე ვისეო, აი ასეთი უტიფრობა ცთულად წარმოსადგენია, რომ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აი ამას კადროლობს და გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ მონები. უნდა იაროთ ავტობუსში, ავტობუსით, მეტროთი და საერთოდ არ დაიკავოთ გზა, სადაც ბატონს გასვლა უნდა და თქვენ კიდე მანქანებს ყიდულობთ, გაგიმრავლდათ მანქანები და აგერ ბატონი გამოდის ქუჩაში და უკვე ბასლაინის კი აღარ ყოფნის იმისთვის რომ გაიაროს და აი გვიგზალავენ ჯერ 10 წლის მანქანა გაგვიგზალეს, ეხლა 6 წლის მანქანაც უკვე საში არისო და კონცერტთან დაახლოებული ბიზნესმენები, მანქანის ცენტრების მფლობელები უფრო ბევრ ახალ მანქანას გაყიდის. ეს არის მთელი ამბავი. თავის ბიზნესმენებს დაკრიშავენ, რიგით მოქალაქეებს გაყრიან გზებიდან და შვიდად ყრად გადაადგილდებიან. ეს გაუვათ. ის რატომ გაუვათ? იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ეს პირველი ასეთი რეგულაცია არის. პირველჯერ მთავრობა ასე უპატივცემლობა დაარგსევა მოქალაქეებს. პირველჯერ არ ხდება, როცა როგორც მონებს ისე უყურებს მთავრობა და მოსახლეობა პასუხობს, რომ კი ჩვენ მონები ვარ და დავჭიპეთ. ხო და ეს სანამ ასე პასუხობს, ასეთ ცინის უტიფრობას მთავრობის მოსახლეობა, მანამდე ასე გაგრძელდება. აბა თქვენიც